მოგესალმებით. ავტომობილს, რომელიც დღევანდელ ვიდეოში უნდა განვიხილოთ, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა. სულ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე წლის წინ, ვინმეს რომ მეთქვა, ჩინურ მანქანას ხალხი დაელოდება მოუთმენლადო, ამას არ დავიჯერებდით, მაგრამ დღეს უკვე სხვა რეალობაა. ამ მანქანას მართლა ბევრი ადამიანი ელოდა, იმიტომ რომ ეს მანქანა არის საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასის მქონე და მეც პირველ რიგში ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ჩინური მანქანა მაშინ არის ყველაზე კარგი, როცა არის იაფი. რა მანქანაა ეს? ეს გახლავთ ახალ-ახალი ჯილი Atlas Cool. სახელწოდება ცოტა ისეთია, ახალია და ამიტომ ცალკე განხილვა საჭიროებს. Atlas Cool არის სადღაც ჯილი Cool Race-ისა და ჯილი Atlas შორის. ორივე მანქანა უკვე ქართველი მოხმარებლებისთვის ცნობილია, უკვე დრომაც გამოსცადა საქართველოში, გაიარეს 50000 და მეტი კილომეტრები და მოხმარებელი დარწმუნდა იმაში, რომ საკმაოდ გამძლე და ხარისხიანი მანქანებია ორივე. Atlas Cool არის აი ამ ორი ავტომობილის სინთეზი და არის ძალიან იაფი. ფაქტობრივად იგივე ფასად გაიყიდება საქართველოში ჯილი ცენტრის ეგეტაში, რა ფასადაც იყიდებოდა ჯილი Cool Ray და ამავდროულად ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ არის უფრო უკეთესი მანქანა. მოკლედ, პოზიციონირდება სადღაც Atlas-სა და Cool Ray-ს შორის, მაგრამ არის ფაქტობრივად ასე გამოდის Cool Ray-ს შემცვლელი. და შესაბამისად სახელწოდებაც შეიქმნა სინთეზით. Atlas Cool, ანუ ჯილი Atlas-ი, ჯილი Cool Ray შეერთეს და გამოვიდა Atlas Cool. რამდენად cool-ია ეს მანქანა, ანუ რამდენად cool არის, ამას დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ვნახავთ, მეც ვნახავ და თქვენს გეტყვით და მოდით ერთი სიტყვით ნახოთ რას წარმოადგენს ეს ავტომობილი. მარტო იაფია თუ კარგიც არის? აბა წავედით. მოდით ახლა ახალი ჯილი Atlas Cool უფრო კარგად დავათვალიეროთ და გესაუბრებით პირველ რიგში მის ვიზუალურ მხარეზე. ერთი შეხედვითაც ხედავთ, რომ ეს არის რეალურად Atlas-ი. Atlas-ის ვიზუალია გადმოტანილი უფრო ქვედა კლასში, ქვედა დივიზიონში, თუ შეიძლება რომ ესე ითქვას. და რა შეიძლება ითქვას აი ამ ვიზუალზე? პირველ რიგში რაც პირველი ემოცია რაც მომივიდა თავში, პირველი ასოციაცია უпростоრად იყო ის, რომ Cadillac-ის ვაიბები მოაქვს ცოტა წინიდან. აი უკნიდან რა ხდება, მაგას მერე გაჩვენებთ. ცოტათი Cadillac-ის თემა წამოიღო აი ამ თავისი წინა დიზაინით. ზოგადად, როდესაც ჩინურ მანქანებზე ფიქრობთ, პირველ რიგში ვიცი, რომ ელექტრომობილებზე გეფიქრებათ ხოლმე, იმიტომ რომ მეც ასე ვარ. რატომღაც ასოცირდება ჩინური ავტოწარმოება უკვე მთლიანად ელექტრომობილიზაციასთან. არა. ეს მანქანა არ არის ელექტრომობილი და ზოგადად ჯილი ცენტრის ეგეტაში ბევრი არაელექტრო ჰყავთ და ერთ-ერთია ეს, ყოველ შემთხვევაში საწყის SUV კლასში. ამას აქვს 1 და 5 ტურბო ძრავი. ზუსტად ის ძრავი, რაც ჰქონდა ჯილი Cool Ray-ს, ოღონდ ოდნავ უფრო მოდიფიცირებული. ეს არის 4 ცილინდრიანი ტურბო აგრეგატი 172 ცხენის ძალით. ასე რომ ეს არ არის ელექტრო და თუ რამდენს წვავს, როგორ დადის, ამაზე ცოტა მერე გესაუბრებით. ეხლა მოდით შევხედოთ გვერდიდან. ხო, პირველ რიგში უნდა აგიხსნათ თოვლში რატომ ვართ, ეს პირველი თოვლია და ეს არ არის თოვლის მანქანა, ეს არ არის off-roader-ი, ეს გახლავთ წინა ამძრავიანი, მაგრამ ზამთრის საბურავები ნორმალური უყენია და რახან თოვლი დავინახეთ, ბარემ გადმოუხვიეთ. ავტომობილის სიგრძე არის 4.5 მეტრი. კარგად რომ გაიაზროთ. სიმაღლე არის 1.65 სანტიმეტრი. ამ შემთხვევაში ფიქრობ, რომ ძალიან უხდება ეს თავისი დისკები და ეს მთლიანად ჯილის დისკების დიზაინია, რაც გადმოიტანეს აქაც, Cool Ray-ზეც გემახსოვრებათ. ოდნავ შეცვლილია პროფილი, მაგრამ საერთო ჯამში, როგორც ხედავთ, ეს არის ჯილი Cool Ray-ზე ოდნავ დიდი, Atlas-ზე, რა თქმა უნდა, პატარა პოზიციონირებს შუაში, მაგრამ არის რეალურად Cool Ray-ს შემცვლელი და ვფიქრობ, რომ გაცილებით უკეთესად გამოიყურება. შიგნით ტევადობაზე მერე გეტყვით, იმიტომ რომ მეტი სივრცეა გაცილებით ვიდრე იყო Cool Ray-ში. აი რაც შეეხება უკანა ნაწილს. აი აქ რომ ვუყურებ, უკვე Volvo-ა. ანუ წინიდან Cadillac-ი იყო, უკნიდან Volvo-ს თემა წამოიღო. ოღონდ
Volvo-ს თემა წამოიღო რეალურად ფარების დიზაინით და ზედანაწილით. სპოილერი, რა თქმა უნდა, Geely Cool Ray-დანაც გემახსოვრებათ, აქ ესია ჩამოჭრილი და ეხმარება აეროდინამიკაში. ეს არის სახურავის სპოილერი, პლასმასის, მაგრამ ქმედით უნარიანი და რაც შეეხება ქვემოთ. აი აქ ჩვენ ხედავთ 4 მაყუჩს. 4 ერთად განთავსებულ მაყუჩს. 4-ვე არის ნაღდი, სხვათა შორის არ არის ფეიკი, 4-ვედან გამოდის ბოლი. მაგრამ მაინც რაღაცნაირი უცნაური ამბავია, ხო, ეხლა 4 ცილინდრიანი მანქანა, 4 მაყუჩი, ეს არის რა თქმა უნდა პირველ რიგში ვიზუალური ეფექტი და მოდი შევთანხმდეთ რომ ვიზუალურად უხდება. მეორეს მხრივ, ეს არის ჩინური ლოგიკის ისევ აი ეს უჩვეულო ლოგიკის გაგრძელება, იმიტომ რომ ვიზუალურად უხდება, მაგრამ რეალურად არ არის ეხლა ეს 8 ცილინდრიანი ძრავი, ხო? მაგრამ მოდით დავფიქრდეთ ერთ რამეზე. თუ კი 4 აი ესეთ მაყუჩს გადაწყვეტენ რომ დაუყენონ ჩინელებმა. რა მანქანას უნდა დაუყენონ? ისეთს, რომ ლოგიკაში აბსოლუტურად ჩაჯდეს, ხო? ანუ 8 ცილინდრიან შიგაწვის ძრავიან მანქანებს არ აწარმოებენ, გადასულები არიან ძირითადად ელექტრომობილურობისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე და ამ შემთხვევაში გვიყენებენ 4 მაყუჩს მარტო იმიტომ, რომ ვიზუალურად უფრო უხდებოდეს და მართლა უხდება, ფაქტია. და სხვა დანარჩენი უკვე ლოგიკა, აი ეს ლოგიკა, რაც ჩვენ ვიცით ძველი სკოლით, რომ 4 აი ესეთი მაყუჩი კორვეტი ხო არ არის, კორვეტს არც გამოუშვებენ, მსგავს ხო, უფრო ელექტროს გამოუშვებენ. და აი აქ გვიყენებენ იმისთვის, რომ ვიზუალურად მოუხდეს და მოდი შევთანხმდეთ, რომ უხდება. დანარჩენი აი ის თავარი ლოგიკა აქ რა თქმა უნდა დაკარგულია. ფაქტია, რომ უხდება. ეგ არის თავარი ამ შემთხვევაში. კარგი, მოდი ახლა ვნახოთ რა ხდება Geely Atlas Cool-ის სალონში და მივყვეთ ნელ-ნელა. რატომ ნელ-ნელა? იმიტომ რომ სალაპარაკო მართლაც არის ბევრი. და ზოგადად, როდესაც ამ ფასის, ამ სეგმენტის ავტომობილზე საუბარი გვაქვს ხოლმე, ყოველთვის უნდა ვისაუბროთ ისეთ რაღაცეებზეც, რაც სხვა დროს შეიძლება არ ვთქვათ, იმიტომ რომ ასეთ ფასში, შეგახსენებთ რომ $18,000-დან იწყება ამ ავტომობილის ფასი. ადამიანები ითხოვენ ბევრ რამეს და რამდენად მეტი რამე აქვს მანქანას, ამას აქვს ძალიან მნიშვნელობა. ხოლო, როდესაც საუბარია პრემიუმ ან ლაქშერი ან დიდული კლასის ავტომობილებზე, იქ უკვე რაღაცები ავტომატურადაც იგულისხმება და ხშირად გამოვტოვებთ ხოლმე რაღაცებს. მოდი დავიწყოთ საუბარი კარით, იმიტომ რომ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი პუნქტი, როცა საუბრობთ კარზე. პირველი არის ეს რითიც იღება. ეს არ არის ჩვეულებრივი ესეთი გამოსაწევი, არის ეს 4 კუთხედი გადაწყვეტილება, აწერია open, ესე რომ მიხვდე რომ ამით აღებ კარს. და რატომ გადავწყვიტე რომ მაინც კარით დამეწყო საუბარი? აი ესე კიდევ ხელს და ესე უნდა ამოძრაო, ესე უნდა დახურო, აი აქ არის ეს სივრცე დატოვებული. ანუ არ არის როგორც მიჩვეულები ვართ დამატებით რაღაცა ჩაღრმავება, რომლითაც მოხურავ კარს. თითქოს ვიზუალურად არ მიგითითებს არაფერი კარით უნდა დახურო, მაგრამ არის აი ეს, რასაც მე მიხვდები და ambient განათებაც გინათებს აი აქ. და როდესაც ბოლომდეა გაღებული, კარგია რომ ამ გრადუსით იღება, მაგრამ ესე მარტივად ვერ წდები რომ მოხურო, ანუ აი აქ უნდა ჩაეჭიდო, ალბათ ყველაზე კომფორტული ეს იქნება რა. და გიწევს ესე რომ ბოლომდე გადაწვე, ან მეორე ვარიანტი რომ აი ქვემოთ აი აქ მოკიდო და მერე უკვე ესე მოხურო. თუმცა ალბათ ბოლომდე ბევრი არ გააღებს ხოლმე ამ კარს და თუ გააღებს მოკლედ აი ესე ცოტა დისკომფორტი შეექმნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ვიზუალურად ასე ჯობია რა თქმა უნდა, უფრო სადა გადაწყვეტილება არის. ისევე როგორც წინა Geely-ს, ანუ წინა Geely Cool Ray-ს და ზოგადად ისევე როგორც Geely-ს ყველა მოდელში, აქაც არის პირიქით აი ეს ღილაკის ლოგიკა. ანუ, როცა ფანჯრის ჩამოწევა გვინდა, აი ამ ღილაკს ავტომატურად უკანწევ. ეს არის ჩვენი ლოგიკა. ყოველთვის და ვერ მივეჩი უკვე მეორე დღე ამ მანქანით დავდივარ და არ არის პირიქით. აი ეს ჩამოდის ფანჯარა. ანუ, წინ რო გაწევ, მაშინ ჩამოდის და უკან რო გაწევ, მაშინ დადის. და ყოველთვის მოვიწყდება, როცა ფანჯრით ჩამოწევ მინდა. პირიქით აქვს. აი ეს ლოგიკა აქვს პირიქით და სხვა შორის მე არაერთხელ ვკითხე თვითონ ჩინელებს, როცა ვიყავი ჩინეთში, მასივე პრეზენტაციებზე, რომ აი ესე რატო აკეთებთ მეთქი. ჩვენ ყველანი მიჩვეულები ვართ პირიქით. და მეუბნებიან ღიმილით პასუხობენ, ჩინური იუმორით პასუხობენ, რომ ეს ჩვენი ლოგიკა ესე მუშაობსო და ოდესმე ალბათ მიეჩვევა ადამიანი. ambient განათება ვახსენე და ბარემ გეტყვით, აი ეს აქაც არის აქაც მიუყვება ეს ზოლი და უკანაც გრძელდება, მე ეხლა კარგად არ ჩანს და გაჩვენებთ ასევე ღამის კადრებს, როგორ გამოიყურება და რა თქმა უნდა ფერებიც იცვლება. ambient განათება აი აქაც არის, ეს არის უკვე დინამიკები, ეს არის full კომპლექტაცია და აი აქაც დინამიკებში ანათებს, შესაბამისად იცვლება აქაც ფერები და ზოგადად მასალების ხარისხი ნამდვილად არ არის ცუდი. ყოველ შემთხვევაში ამ სეგმენტში საწყისი SUV-ია ეს Geely-ს და ფასის ამ კატეგორიაში ყოველთვის უფრო იაფასიან სელოდები.
გადავიდეთ საჭეზე. საჭე არის მულტიფუნქციური, ეს არავის არ უკვირს, 4 მანიანი. მარცხენა მხარეს გვაქვს ეს კრუიზ კონტროლის და ასე შემდეგ ფუნქციები, მარჯვენა მხარეს აუდიო სისტემის და ეკრანის გარკვეული ფუნქციები, აი აქედან ყველაფერი ხმისაწევა, ჩაწევა, ესეთი გადაწყვეტილება და ზოგადად საჭის დიზაინი არის გემოვნების ამბავი. ჩემთვის ვიზუალურად კარგია, ხარისხიც კარგი აქვს, საჭის გათბობაც აქვს, კი მე ჩართული მაქვს გათბობა, ეხლა ჩვენ სიცივეში ვართ. პოზიციას რაც შეეხება, აი ეს პოზიცია როგორც შეიძლება რომ მოძრაობდეს და მე მქონდა როგორ მქონდა, აი ესე მქონდა დამენებული. გადავიდეთ ეკრანზე, რომელიც არის დიდი, კარგი გრაფიკით, რა თქმა უნდა სენსორული და ვისაუბროთ აი ამ ეკრანზე, საიდანაც იმართება აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ამ მანქანას ფუნქცია აქვს. თქვენ ისიც რომ მიყვარს ხოლმე ჰაპტიკური ღილაკები, აქ ყველაფერი გვაქვს ეკრანზე და მობილიზებული უნდა გქონდეს ეკრანის საწმენდიც რა თქმა უნდა და სხვა შორის აქვს ეკრანის გაწმენდის ფუნქცია. ერთ-ერთ ღილაკში მოკლედ დააჭერთ და ყველანაირი სენსორული ფუნქცია იმ მომენტში ხრება და შეგიძლიათ უცებ გაწმინდო. ბარემ აქვე ვიტყვი რომ გვაქვს ტელეფონის უსადენო დატენვა, რაც ძალიან კაია და ეკრანის ფუნქციებში არის ყველაფერი, რაც კი შეიძლება ამ ავტომობილში მართო. პირველი რაც მინდა გითხრათ, ზოგადად ხილვადობა სარკეში, აი ამ სალონის უკანა ხედვის სარკეში არის შეზღუდული, იმიტომ რომ უკან პატარა ფანჯარა აქვს, შესაბამისად ყველაფერს კი არა, ძალიან ცოტა რამეს ხედავ აქედან, მაგრამ აქვს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, რაც აი ამას აკომპენსირებს ბოლომდე. ეს არის 360-იანი კამერა. აი, გამოჩნდება ახლა და შეხედავთ თქვენს. წინ რა ხდება, აკონტროლებთ, უკან რა ხდება, აკონტროლებთ, მათ შორის ოდნავ მცირე სიჩქარით გადაადგილების დროსაც, ანუ როდესაც შედიხართ ან გამოდიხართ რაღაცა 10-15 კმ/სთ სისწრაფემდე, აი ეს კადრი რჩება და აქედან მოკლედ დაინახავთ მაგ ამბავს, იმიტომ რომ არ და სარკეში რეალურად ბევრი რამე არ ჩანს. და აქედან შეგიძლიათ აკონტროლოთ ისე როგორც თქვენ გინდათ. შეგიძლიათ გადართოთ 3D-ზეც, აი ესეც აკონტროლოთ, გარშემო რა ხდება ავტომობილის. ხო, წინ ჩვენი production-ის მანქანა დგას. აი ესე, ნებისმიერი ხედით, ნებისმიერი გაყოფილებით. უყურებთ ყველაფერს. ნუ ეს რა თქმა უნდა ავტომატურად ირთვება, როცა გადააგდებთ ერში და დაიწყებთ უკუსლას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ 360-იანი კამერა, რაც არის ძალიან მაგარი. აქვე გადავალ მაიქარის განყოფილებაში და ბარემ გავიაროთ უცებ ეს მცირე ესე ვთქვათ ფუნქციური დეტალიც. ხო, ამ შემთხვევაში პანორამული ჭერი, რომელიც არის დიდი, გახსნილი მაქვს და აქედან ხდება მაგის გახსნა და კეტვა და მალევე, როგორც კი ამას ჩამოწევთ, ეგრევე მიდიხართ იმ განყოფილებაში, საიდანაც უკვე შეგიძლიათ გააღვოთ და დახუროთ პანორამული ჭერი. ეს არის ყველაზე ხშირად გამოყენებული ფუნქციები, რომლებსაც ეს smart სწრაფი ჩამოშლის დროსაც მალევე მიაგნებთ, აი აქ არის ესეც და აქაც არის, მაგრამ გავიაროთ აქედან. აქვს სამი რეჟიმი: ეკო, სპორტი, კომფორტი. და შესაბამისად იქცევა ეს ავტომობილი ამ რეჟიმების ჩართვისას და მე გეტყვით როგორ იქცევა. ლუქსზე უკვე გითხარით, ეს არის ის განყოფილება, უკვე განათების განყოფილება, სადაც არეგულირებთ რა ფერის ambient განათება იყოს ინტერიერში, რამდენ ხანს დარჩეს წინა მაშუქები, როდესაც თქვენ გააჩერებთ მანქანას სახლში, 30 წამი, 60 წამი თუ 90 წამი, ეს არის follow me home განათება, როდესაც ჩააქრობთ, დაკეტავთ და სახლისკენ მიდიხართ ან სადარბაზოსკენ ან არ ვიცი ეზოში, ცოტა ხანი რჩება ეს განათება და თქვენ რამდენ ხანსაც გინდათ, იმდენ ხანს დააყენებთ აი ამ განათებას და მოკლედ აქედან რეგულირდება და იმართება განათების ყველანაირი ფუნქცია. ხო, შემდეგ არის ხმის განყოფილება, სადაც არეგულირებთ უკვე მანქანა რომ ხმებს გამოსცემს, რამდენად ხმაურიანი იყოს, მე ჩაწეული მაქვს ხოლმე ყველაფერი, თუმცა ვტოვებ მაღალ განყოფილებაზე თვითონ აი ამ სენსორული ეკრანის feedback ხმებს, იმიტომ რომ გჭირდება, როდესაც ეკრანზე შენ რაღაცას აკეთებ და მანქანას მართავ, აი ეს ხმა გჭირდება. აი ეს. უფრო მიხვდე რომ აქ რაღაცა შეიცვალა, იმიტომ რომ ეს ხმა რო არ იყოს, ფიდბექი არ გაქვს, უკავშირი არ გაქვს და შეიძლება დაიბნე. ამიტომ ეს უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველანაირ ხმას აქედან არეგულირებთ. შემდეგი არის უკვე სხვადასხვა ასისტენტების ჩართვა, გამორთვის ფუნქციები, დრო, ტრიფის განულება და ასე შემდეგ და პრინციპში ამით აი ეს მანქანის განყოფილება, რაც აქ ჩვენ ნახეთ, ამოწურულია. შენარჩუნებულია Geely Cool Race სტილი, თუ გინდათ რომ პარკინგიდან გადააგდოთ ერში ორჯერ უნდა გადაწიოთ აი ეს ბერკეტი, ან ისევ D-ში, ასევე ორჯერ. ერთხელ გადაწევის შემთხვევაში ვარდება ნეიტრალში, ამიტომ ყოველთვის, როდესაც ხა დრაივში მაქვს, ერი, მაგაც გამოაჩინა და ამას ძალიან მარტივად მიეჩვევით. ნუ აი აქ არის პარკინგის ღილაკი. ძალიან ახლოს არის
ავარიული ღილაკიც, ეს არის უკვე ხელის ელექტრონული მუხრუჭი. აი ეს განყოფილება არის ჭიქების და ეს იკეტება კარგია, იმიტომ რომ თუ აქ მაინც და მაინც ჭიქები არ გიდევს, დაკეტავ და ესე უფრო ლამაზია ნამდვილად. დიდი სათავსოა აქაც, სავარძლები არის ძალიან კომფორტული, თამამად გეტყვით ამას. აქვს სავარძლების გათბობა და გაგრილება წინაც უკანაც ავტომატური რეჟიმით, რა თქმა უნდა, საჭის გათბობაც და აქვს ეგრეთ წოდებული location-იც. აქ, ანუ აი ეს შეგიძლია შეცვალო პოზიცია, აქედან შეგიძლია შეცვალო სავარძლის პოზიცია. ალბათ უფრო კომფორტულია, რომ აქედან ეს არ ვაკეთოთ. და რაც ყველაზე საინტერესოა, როდესაც სავარძლის პოზიციას შეცვლით, მაშინვე აგდებს აქ, რომ დავიმახსოვრო თუ არაო და ეგრევე იმახსოვრებს. ხო, აუდიო სისტემა. აქვს ძალიან კარგი აუდიო სისტემა. ეს არ არის Harman Kardon და ეს არ არის რაღაც განსაკუთრებულად დიდრული და ესეთი ცნობილი ბრენდი, საერთოდ არ არის არც ერთი ბრენდი, თავისივე. თუ აწერია რაღაც, მოიცა ვნახო? არა. მოკლედ, თავისი აუდიო სისტემა აქვს და აქვს ძალიან კარგი აუდიო სისტემა. ეხლა მე როგორ გავტესტო ეს ისე რომ მე YouTube-მა არ დამიბლოკოს სიმღერა. ვიცი ერთი სიმღერა, რომელიც არ დაიბლოკება YouTube-ზე, იმიტომ რომ ბევრ ვიდეოში შემხედრია და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ არ დაიბლოკება. მე მგონი კაია. კითხვის ნიშნები არ მაქვს. აი ამ ფონზე წავალ. და მოგიყვებით უკვე გზიდან. თოლში გართობა კაია. პირველი რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ Atlas Cool-ში არის გაცილებით მეტი სივრცე, არის უფრო ტევადი მანქანა, ვიდრე იყო Geely Coolray. და გაგახსენებთ, რომ Geely Coolray-ზე ოდნავ იაფიც გიღირს ეს მანქანა. წინ სივრცე იგივეა, მაგრამ უკან არის განსაკუთრებით მეტი სივრცე. და საბარგულის აქვს, რომ მანქანა უფრო დიდია და ეს არ მიკვირს ტევადობის კუთხით. აქვს ასევე გაცილებით უკეთესი აეროდინამიკა, ვიდრე ქონდა Coolray-ს. გარდა ტევადობისა და აეროდინამიკისა, გაცილებით უკეთესი ხმის იზოლაცია შევამჩნიე ამ მანქანაში, ვიდრე ქონდა Coolray-ს. უფრო Atlas-ისკენ მიდის ამ მანქანის ხმის იზოლაცია და ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ Coolray-ს ხშირად აკრიტიკებდნენ ამის გამო. ფასის ამ სეგმენტში ასეთი ხმის იზოლაცია გასაკვირია მართლა. აქვს სამი რეჟიმი, ეხლა მე მაქვს ჩართული ეკო რეჟიმი და მოდი გადავრთავ სპორტში. აქედან უნდა ქნა ესეც. ბატონო, აი ეს სპორტი. გახდა ეგრევე გაცილებით, რა თქმა უნდა, ცოცხალი და მოდი ვნახოთ, ცოტა ისლია ისე. ბევრსაც ვერ გავრისკავ, მაგრამ ხილვადობა კარგია. ხო, აი ამას გულისხმობდი. აი ამ აეროდინამიკას, როცა გეუბნებოდით, რომ გააქვს უკეთესი აეროდინამიკა, მე მიკვირს მართლა ფასის ამ სეგმენტში ესეთი აეროდინამიკა როგორ გამოუვიდათ. და საერთოდ რო გააკეთეს, იმიტომ რომ საერთოდ ამ კლასის მანქანას არ ჭირდება, მაგრამ სადღაც ხო უნდა გაამართლონ ის, რომ 4 მაყუჩი აქვს მანქანას. ასე რომ აეროდინამიკაც უკეთესია. მუხრუჭები ძალიან ძლიერია, ძალიან სწრაფად ჩქარდება. ზოგადად 8 წამია აჩქარება 100 კმ/სთ-მდე. 8 წამში აღწევს 100 კმ/სთ ადგილიდან, რაც 7-9-ში უფრო ზუსტად, მაგრამ ნუ იქ ახლა 1-2 წამი ყოველთვის ალბათ გააჩნია გზას, საბურავს და ასე შემდეგ. ეხლა ზამთრის საბურავი ვიყენია ამ მანქანას და მოკლედ 8 წამი საშუალო დაჩქარება. ეს არ არის გასაოცარი შედეგი, რაღაც გადასარევი შედეგი ერთი შეხედვით, მაგრამ ნუ მანქანაში იგრძნობა ეს.
გაჩქარება ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია, ისევე როგორც Cool Ray-ში გამიკვირდა თავის დროზე, ისიც კარგად ჩქარდებოდა, მაგრამ აქ კიდე დაიხვეწა. ძრავი იგივეა, უბრალოდ მოდიფიცირებულია და ტურბოც დახვეწეს, ძრავიც დახვეწეს, აეროდინამიკა ხო დახვეწეს, მანევრიც აშკარად უფრო დახვეწილია. კომფორტის რეჟიმი უკვე 7 რეჟიმია, ალბათ ყველაზე გამოყენებადი იქნება კომფორტის რეჟიმი, ხა გადავიყვან დამშვიდდა მანქანა უკვე საჭეს დაარბილდა. ისეთი უკავშირი აღარ აქვს საჭეს როგორც სპორტის რეჟიმში ქონდა და ალბათ ყველაზე ხშირად ივლით კომფორტის რეჟიმში, სადაც უკვე რა თქმა უნდა უფრო ცოტასაც დაწვავს და ხლა სპორტის რეჟიმით ხანდახან აი ამ რაღაცა იწევს რა, მანქანა გიწევს რომ სპორტის რეჟიმში გადართო და მაინც ესე იარო, იმიტომ რომ მოსახლეობაში ძალიან კარგად შედის. აქვე ვისაუბროთ საწვავის ხარჯზეც. ქარხნულად უწერია სადღაც 6.3 ლიტრი 100 კილომეტრზე. ამ შედეგის მიღწევა არარეალური ნამდვილად არ არის. შეგახსენებთ რომ ეს არის 1.5 ტურბო ძრავი. ამ პერიოდში რაც მე ეს მანქანა მყავს, ხო გადავრთავ. გამოვიდა, ხო აი ცოტა წვრილი შრიფტია, ცოტა დიდი შრიფტით მიყვარს ხოლმე ესე. მან დავბერდი, რა ვიცი, სათვალე მჭირდება. კი ბატონო, არა, ხედავ, პრინციპში უბრალოდ თავიდან ეგრევე ვერ მოკრავ თვალს. 11 და 9 უწერია ახლა. წვა. ეს აი ამ სპორტის რეჟიმით სიარულის და აი ამ რეჟიმით რა რეჟიმშიც დავდივარ და საკმაოდ აგრესიულად ვიარე, ეს ალბათ კი არა, ეს არის სამანქანის მაქსიმუმი. ზოგადად ალბათ ქალაქში უნდა ელოდოთ 8-დან 10 litrამდე. სიარულს გააჩნია, ქალაქში მაგაზე მეც ვერც მე ვერ დავაწევინებდი. ალბათ 8 ლიტრი არის ის საშუალო მაჩვენებელი, რაც უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ეს მანქანა დაწვავს და ნუ ავტობანზე და ქალაქგარეთ უკვე 800 ქვემოთ. კი ბატონო, აი სადღაც 6-დან 8-მდე ქალაქგარეთ და ქალაქში 8-დან 10-მდე. ეს იქნება ამ მანქანის სადღაც ალბათ საშუალო დიაპაზონი საწვავის ხარჯის. სანამ ნისლში ვართ და სწრაფად ვერ დავდივარ და თან ჩვენ ტესტ-დრაივიც უკვე მიდის ბოლოსკენ ღამდება. ერთ ძალიან საინტერესო ამბავს გეტყვით. ზოგადად ჩინურ მანქანებს როცა ეხება საქმე, ადამიანებს ძალიან საფუძვლიანად და სწორად ეშინიათ ხოლმე იმის, რომ მანქანას დააკლდება ფასი და ვეღარ გაყიდი იმ ფასად, რა ფასადაც შეიძლება გინდოდეს რომ გაყიდო რაღაც პერიოდის მერე. ჯილი ცენტრით ეგეთას აქვს ეგეთი პუნქტი, ეგეთი შემოთავაზება, რომ მანქანის შეძენის დროს კონტრაქტშივე ჩადებთ პუნქტს, რომ შეგიძლიათ ამ მანქანის დაბრუნება 1 წლის, 2 წლის ან 3 წლის მერე საგარანტიო პერიოდში და გარანტია არის 4 წლიანი ან 100,000 კილომეტრი, საგარანტიო პერიოდში რა ფასად შეიძლება დაიბრუნონ და პირდაპირ ქერს მოგცემენ, ანუ თანხას გიბრუნებენ. თუ არ მოგეწონა მანქანა, ან თუ მოგინდა გაყიდვა მისი 1 წლის, 2 წლის, ან კიდე ერთხელ ვამბობ 3 წლის შემდეგ, წინასწარ გექნება ჩადებული პუნქტი, რომ აი ამ ფასად დაიბრუნებენ და თანხას აიღებთ. ანუ ეს ყოფს ყველანაირ შიშს იმისა, რომ რაღაცა თანხად, რა თანხადაც გინდოდათ, ან შეიძლება მოგდომებოდათ გაყიდვა, ვერ გაყიდოთ. აი ამ რისკს ანულებს. ეს არის ძალიან კაი შემოთავაზება და მე ვფიქრობ ძალიან ჭკვიანურიც და როცა ვამბობ, რომ ჩინელები თავდაყირე აყენებენ ყველაფერს და აი ამ ხელა პროგრესს აიმიტო განიცდიან და ამდენი გაყიდვები. ამიტომ აქვს ესეც ერთ-ერთი მაგალითია ამისა, იმიტომ რომ იმდენად თავდაჯერებულები არიან, რომ თვითონვე გეუბნებიან, არ მოგეწონა, გაყიდვა მოგინდა, წინასწარ ჩაგიდე პუნქტს და მაგ ფასად მე მაგ მანქანას დავიბრუნებ. ამაზე კარგი სიტყვა რა უნდა იყოს. კარგით, მოდით შევაჯამოთ ახლა ეს ყველაფერი, რაც ამ ვიდეოში ვისაუბრეთ და ვნახეთ. ზოგადად ჩინელებს ძალიან ბევრ რამეში აქვთ უჩვეულო ლოგიკა და ეს მანქანა თავისი ისტორიით, რომელიც ახლა იწყება, სწორედ ამის ერთ-ერთი დემონსტრირებაა. გულისხმობ იმას, რომ ახალი Atlas Cool არის Cool Ray-ზე უკეთესი მანქანა, მაგრამ იმდენივე კი არა, უფრო იაფიც კი ღირს. ეს საკმაოდ უჩვეულო ამბავია. გარდა ამისა, ჯილი ცენტრით ეგეტაში დეკემბრის თვეში თქვენ გელოდებათ სპეციალური შემოთავაზებები. აქციებს და ფასდაკლებებს გულისხმობ. სახელწოდებაზე თავიდანვე ვისაუბრეთ და ისიც გითხარით, რომ ეს მანქანა ფაქტობრივად ჯილი Cool Ray-ს ანაცვლებს და შემოაქვს Atlas-ი, აი ამ კლასში. Cool Ray შეგიძლიათ დაივიწყოთ.
უფრო უკეთესი და ახალი მანქანა, უფრო იაფად. ჩინელები ყველაფერს თავდაყირა აყენებენ ავტოსამყაროში და კონკურენტებს მაგრად ანერვიულებენ. დროებით